მშვიდობიანი აქციის მონაწილეებზე ოცნების პარტაქტივის თავდასხმიდან მეორე დღე შინაგან საქმეთა სამინისტროს არავინ დაუკავებია. უწყებამ მელიქიშვილის გამზირზე მომხდარ დაპირისპირების ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება ჯგუფურად ჩადენილი ძალადობის მუხლით დაიწყო, თუმცა ამ დრომდე ოცნების არც ერთი მხარდამჭერი არ არის პასუხისგებაში მიცემული, რომლებიც აგრესიას პოლიციელების მიმართაც გამოხატავდნენ. შინაგან საქმეთა სამინისტრომ განცხადება დღესაც გაავრცელა, რომლის თანახმად ოცნების წარმომადგენლების განცხადების საფუძველზე გამოძიება დამატებით კიდევ ერთ საქმეზე დაიწყო წინასაარჩევნო აგიტაციის და წინასაარჩევნო კამპანიის ღონისძიების დროს ძალადობის ან ძალადობის მუქარის მუხლით. მელიქიშვილის გამზირზე ვითარება გუშინ საღამოს 8 საათისთვის დაიძაბა. უწყვეტი პროევროპული აქციების მონაწილეები მსვლელობით კახაკალაძის საარჩევნო შტაბთან მივიდნენ. შტაბში მყოფი პირების მიერ გადაღებული ვიდეო კადრებითაც დასტურდება, რომ დემონსტრანტებს თავდაპირველად სიტყვიერი შეურაცხყოფა ოცნების მხარდამჭერებმა მიაყენეს. ისინი შტაბთან მანქანით გადაადგილდებოდნენ და იგინებოდნენ. სიტყვიერი დაპირისპირება მალევე გადაიზარდა ხელჩართულ ჩხუბში. ოცნების მხარდამჭერები მშვიდობიანი აქციის მონაწილეებზე თავდასხმას რკინის კონსტრუქციებით ცდილობდნენ. სოციალურ ქსელებში გავრცელებულ კადრებში ჩანს, რომ კალაძის შტაბიდან გამოსული ერთ-ერთი მოქალაქე ზაზა მამალაძე აქტივისტ გოგონას სახეში ხელს ურტყამს და გარბის. ადგილიდან გავრცელდა ვიდეოები, თუ როგორ მიდიან ოცნების მხარდამჭერები მიპარვით აქციის მონაწილეებთან და ჯგუფურად უსწორდებიან. გავრცელებული კადრებით ირკვევა, რომ ოცნების მხარდამჭერები მშვიდობიანი აქციის მონაწილეებზე ფიზიკური ანგარიშწორებისას ხელკეტებს იყენებდნენ. ერთ-ერთ მათგანს ხელკეტი პოლიციელმა წაართვა, რომელსაც თავდამსხმელმა უთხრა შემდეგი სიტყვები: თქვენიანი ვარ. კალაძის შტაბში მყოფი პირები აგრესიულად იყვნენ განწყობილი ჟურნალისტების მიმართაც. ერთ-ერთმა მათგანმა ჟურნალისტ მარიამ ნიკურაძეს წყალი შეასხა. ასევე პირდაპირ ეთერის დროს პუბლიკის ჟურნალისტს დაარტყეს, ტელეფონი გააგდებინეს, შემდეგ კი მობილური წაართვეს. ჟურნალისტზე თავდასხმაში ოცნების მხარდამჭერი საბა მინდიაშვილია მხილებული. და კიდე ერთი ჟურნალისტი წაართვეს ტელეფონები, ან უკნიდან მომეპარა ვიღაცა დამარტყა ხელში, გამაგდებინა ტელეფონი და შემდგომ აღების ცნობისას ხვები მოცვიდნენ და გაიცნე და აიღეს კალაძის შტაბის მიმართულებით. იქ შეიტანეს ავარაუდოდ. აქციაზე ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს პუბლიკის კიდევ ერთ ჟურნალისტს, თავდამსხმელი ოცნების მხარდამჭერი ლევან ზარდიაშვილია. მედიის წარმომადგენლების მიმართ აგრესიას პოლიციელებიც გამოხატავდნენ. ნეტგაზეთის ჟურნალისტს ქეთევან ხუციშვილს მუშაობაში ხელი შეუშალა და გამოცემის ინფორმაციით დედა აგინა პოლიციის მაღალჩინოსანმა ხუტა პაჭკორიამ. გადადით მე მოგიწოდ
მოგიწოდეთ გადავიდეთ. ხო გეუნებია, წადი. წადი, ხელი კაშენ დედაშებეცინე შენ, წადი ახლა. წადი ახლა. გადაჭიმული. ოცნების პარტაქტივის თავდასხმის სამიზნე ასევე გახდა უნგრელი ჟურნალისტი ლასლო მესეში. And did they recognize that we are journalists? Yes, I said that I'm journalist and I'm Hungarian citizen. ოცნების მხარდამჭერები აქტივისტების მისამართით უხამსი ჟესტებითაც გამოირჩეოდნენ. კადრებში ომარ გაბრიჩიძე და ზაზა მამალაძე ჩანან. ვითარების განმუხტვის შემდეგ მელიქიშვილის გამზირზე შეკრებილ აქციის მონაწილეებს ქართული ოცნების პარტაქტივი კალაძის საარჩევნო შტაბიდან ბოთლებს ესროდა. მელიქიშვილის გამზირზე გუშინ მომხდარი დაპირისპირებისას აქციის რამდენიმე მონაწილე დაშავდა. ისინი ტვინის შერყევით სამედიცინო დაწესებულებებში მოხვდნენ. მათი ნაწილი ამ დრომდე ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ რჩება. სექტემბრის ღამეს აქციის მონაწილეები, რომლებიც მელიქიშვილის გამზირზე კახაკალაძის საარჩევნო შტაბთან იყვნენ შეკრებილები, საბოლოოდ მსვლელობით რუსთაველის გამზირზე მივიდნენ.